ხახ ისეთ სიცხე ვარ. შვიდი საათის 27 წუთია. ესე იგი მძინავს. ძალიან მეძინა. ეხლა მინდოდა ბავშვი თვითონ რომ დედა გარეთ გაგიყვანთქო და გამოვიდე დაუძინია. აი თი ამჭირს. ადრე ამჭირდა ხოლმე გიჩ რაღაც. დაღლილი ვარ. მეძინება. და არ მეძინება. ანუ რეალურად მეძინება და დაღლილი ვარ და ჩემის ხალხი დაღლილია და დასვენა ჭირდა, მაგრამ მოწლები არ მეძინება. ეხლა მაგ შეგზნა მეძინება, მაგრამ ნუ დავწერ და მეძინება. გუშინზე კი ვიყავ. იმასე დავყარე მე მანქანაურა. მოდი შეიძლება ყოველდღე შეჩერდეს ხოლმე სამოხო შეცხავება რა ხალხს შეცხავებს და ხალხს და რამდენჯერ ხალხს შეგონესაც დაუწყეს ხო ცოტა დაიწყება ახლა და ცოტა უდგას მე ზედა მაგას ამასო კოկორას ხანდა მე ვერ დავлеო ხოლმე ახლა მე გავიყავ ყველა შეცხალი ასაა ანუ ხლის სიცხეხტები ჯერ მარტო წავედი ვიყიდე დღევანდელი პროდუქტები მოვიტანე მაგან დამხალა მე გაკეთება მე ზოგს კი არაფერთ მიმიაჩნია მაგრამ რამდენი დრო უნდა ვიდეოს დამონტაჟებას ჯერ გადაღება მე დამონტაჟება მე ენერგიას ხო ხარჯავ მაგ პროცესში მე სახლის საქმე მე კიდე ანუ სხვა საფიქრები ვეცადებ მარათონი მაგალითად და კიდე 1000 საფიქრალი რომელიც ადამიანს აქვს აი ხლის მე პარკში მინდა გავიდე უმენაძლები ფიქრობდი ახლა ვიდეოს გავაკეთე ხა გავაკეთე ის ვიდეო ალბათ რომ ეს თქვენ ახლა უკვე ნახეთ კარფურში ჯიჯი ჰაუსში დავიდე საჭმელი გავაკეთე და წავიყვანე ქვევას გარეთ შუადღეს ეს მინდოდა წამიყვანე მე დაანჯერ მივიჯეთ მაგრამ ისეთ ცხელო და ბავშვი როგორ გაიყვანო მაგას ვიფიქრე საღამოს დავიყვანე თქო თაგე არა შუს გაიღვიძეს ხამე გაიღვიძეს და ხამე დავიყვანე ძახი მეცულა ჩხილები მაგას აკეთებელი დღეს მინდოდა მოხსნა ანუ არ დამემტრა, მაგრამ აი ამებში ახსნილები რა და ხო წავალ იქ ქარვასლაში და ზედა ფორმებს ვიყიდი კი მაგ მაგრამ ეგენ ჩემჩხილებს არ ერგება და ისეც ვიყიდი რომ ჩემჩხილებს მოერგოს რა და მინდა რომ გავიკეთო ხალხო ხო გითხარით რომ მეძინება ძალიან და ჩემი სიტკაბო ხაიუშკი ხაიუ დილამშვიდო ბისა ყველას აბა როგორ ხართ როგორ ბრძანდებით მე შესანიშნავად მარტო აი აქ უბრალოდ ისე მდგივა ყველაფერი მაგრამ it's okay ქალები ამას ყოველთვე გავდივართ ძალიან მткиო მე ძალიან არასდროს მткиო და კლასელები მყავდა რომელიც სწავლებს სწავლდნენ ხოლმე მე არასდროს დამჭირვებია მაგრამ ნუ მткиო ხო მოგეთ ახლა თმე დავივარცხოთ და ყავა დავიდიოთ აგრილდა თბილისში ახლა საიდან გამოდიან გეუბნები
ღამე მე არ შემეძლო რომ ესეთი მწმოდა ხალხო ვიგუდებოდი მარტო შემეძლო მწმოდა აი ასეთი არა შეწავიდა ეს მეორე რომ აქ ესეთი ფრეტელიანი ხო იცით მოკლე ტოპი ანუ ვკუდებოდი ხალხო სხვა ყველაფერში აი როსტარ შემეძლო ხო წუხელ წამოუბერა კარგად ისე კარგად წამოუბერა რომ ეს ჩავიცვი აი ამებში მткиოდა აი ამებში ეს ხამეები ხო სულ ისევ წევარ აი ესე მოკლეთი ეს ფანჯარაღია ერთხელ ისიც გვერდგა ვენტილატორი ხანდა არ მოეწონა ეთყობა ჩემ ჩირკმელებს და კიდე შემომიძახა აბა ეხლა შენაო წესია და მოიქეცია და ნუ გავიწყდებაო რა 17 წლის ასაკში აღარ ბრძანდებიო ანუ მეთქი ოკეი გავიგე ძმა თმაც შემიძლია რომ ასე შევიკრა და რა ავიწიო შესაბამისად როცა აგრილდება არავის არ ვეტყვი მაგრამ ნიშნები იქნება ვა ჯერიმე დავიწყდა ერთი ლარი ვაიმე ჩამოკიდებაზე ხოდა დილმშვიდობისა ყველას როგორ ხართ როგორ ბრძანდებით როგორ გიკითხოთ ხომ კარგია დილის წყალი უკვე დარია ახლა მინდა დავლიო დილის კავა დავისეინე პარკში ემამ დაიძინა ემასთან ერთად მინდოდა მაგრამ რაც ვიგავდი მერე შევიარეთ ორ ნაბიჯში იყიდეთ გამერუმეები მერე გაიღვიძე ქალმაგვიან ღამე და 3 საათზე დავიძინეთ იარული ღამე ქონდა აჰა ძალიან მიხარია ჩემი თმა რომ იზრდება კი მიწერთ ხოლმე რომ მოკლე მომიხდება და კი სანამ მე მქონდა თმა მოკლე და საშუალო უამრავმა ადამიანმა შეიცვალა იმიჯი ეს ძალიან კარგია რა თქმა უნდა მაგრამ ახლა ძალიან მომენატრა გრძელი თმა Let's wait it. Yeah. ძალიან მინდა რომ გაიზარდოს და ძალიან მიხარია ყოველი სანტიმეტრი რო იზრდება ეხლა ნახეთ რა მაქვს დილემა რომელი ავიღო პრინციპში არ მაქვს დილემა ამას ვიღებ იმიტომ რომ ესეთი მაქვს ჯო
580. რა არის შეჩემა რა უბედურება? მელია ხარ თუ ისა? რა? აი ამას. იქ ესე გავასხურე და თითქოს კაი სუნი ქონდა. ეხლა მე ჩვენება სახში რომ ვისხავ, რომ კოღოს წამლის სუნი. ძალიან სისხლიანი გავხდი. ეგეთი რაღაცების. კოღოს წამლის სუნი ამდიოდა გუში მთელი და ეგრე მეჩვენებოდა. აი აურაკაია სახში. შენ ჩვეულ რიტმს რა უბრუნდები. შვიდი. შაქრო. Yes. ხალხო. გოგოები, ბიჭებო. იცოდეთ რომ ესე იგი რაც უფრო მეტად გახსნით თქვენ თავს, რაც უფრო მეტად ნამდვილები იქნებით, რაც უფრო მეტად ივრით ზრდისკენ და ამას დაინახავენ ადამიანები, რომელიც თვითონ არ იზრდებიან, რომელსაც აგრესია აქვთ ადამიანებისადმი, რომლებიც ვითარდება, მით უფრო მეტი ჰეითერი გიყოლება და არ აქვს მნიშვნელობა, ხა შენ ბლოგერი ხარ თუ არ ხარ, სოციალურ ქსელში დებ ვიდეოს, ფოტოს თუ არ დებ, ანუ ჰეითერი ყველას ყავს, ცხოვრებაში ყავს ჰეითერები. სამსახურში, რავი, ყველგან გარშემო სადაც ვარ, ყოველთვის ყველგან ყავს ჰეითერები და ანუ მე ბლოგერობაში ეს ძალიან კარგად ჩანს რა, იმიტომ რომ ხალხი ბევრია და მე აკვირდები ამ ადამიანებს, რომელიც აი ჰეითერი და რომელიც აი ბინძური, ორი ნაწილი აქედან და ერთი ყველას სულს ერთ კატეგორიას და მეორე კატეგორიას სულს წარმატებული ადამიანები და უყვარხარ, ანუ შენ კი არ უყვარხარ, ან მე კი არ უყვარვარ. უყვარს ადამიანი, რომელიც არის ცუდ მდგომარეობაში და უყვარს რომ ვითომ ხარს უჭერს. ვითომ მისხარეზე და როგორც კი დაინახავს რომ შენი ორმოდან ამოხვედი, ამოცოცება დაიწყო ზემოთ ამოხვედი ორმოდან და მიწადე და დადექე ფეხზე გაიმართე, ეგრევე შეცდები რომ ხელი კრან უკან ჩაგაგდონ და თუ ვერ ჩაგაგდეს უკან მერე წაბლენს ხას მოძებნიან შემდგომარეობაში მყოფს და იმასთან იქნებიან იმ იმედით რომ ის მაინც ვერ წამოდგება და ანუ ნახე ძალიან ცუდი რაღაც არის ეგ და ეგ ადამიანები არიან ისინი ვისაც თვითონ არ უნდან რა აქ ერთი ადგილი ზრდის და ანუ უბრალოდ და თან კარგი ადამიანებად მოაქვთ თავი. სხვათა შორის ყველაზე ცუდი კატეგორია თუ დაკვირვები ხართ ისინი არიან ვისაც თავი მოაქვთ. ანუ იმ რაღაცას რაც არ არის. არ არის. ხო და ანუ იცოდეთ რომ ძალიან ნორმაა მოკლედ რომ ძალიან ბევრ შეგებრძოლებათ, რაც უფრო თვითმყოფადი, რაც უფრო საკუთარი თავი იქნებით, რაც უფრო იმუშავებთ საკუთარ თავზე, რაც უფრო მეტად გამოჩნდება ეს თავიდან უცებ არ ჩანს რა რაღაცაც რო ჭირდება რომ გამოჩნდეს.
და როგორც კი ვეღარ გეტყვის იმას, რომ იცი რა, აი არ გემჩნევა და ვერ გაიხარებს იმაზე, რომ შენ არ გემჩნევა, ეგრევე დაგიწყებს თავში რტყმას. რაოდე? და ეს ნორმა. რადე? ჭამე კამფეტი. გინა მელია გავიყოთ მე დაში. ნო. შოკოლადია მე რაკუდას. მელია. და მელია ბიჭია. ბიჭია? მე სად არის მელია გოგო? არ ვიცი. წავიდა. წავიდა. ნახე, მოიცა, ნახევარი ჩემია. მოიცა? ეს დედასია. ეს დედასია, ესე ვასი. ეს წაიდა, ნახე. ეს წაბო. მოიცა? ნახე როგორ გავაკეთოთ ერთი წუთი. ნახე, ესე გავიკეთებ და ადვილად შეჭამ, რომ არ დაგიდნეს. ნახე, ეს. ჭამ. სამად გავუკავე. სულ გამდნარია. რა არის ამ სიმძიმე ხარ? Всё. Давайте. ამ დეზოდორანტს კიდე კაცი საჭობდა. ისეთი საშინელია. წავიდეთ და ბევრები აჭუროთ. თქვენი სამყარო შემოვიაროთ. ანუ აქედან ნიავი უბერავს. ნიავი არ უბერავდა ხალხო ისე ცხელოდა რომ ნიავი არ უბერავდა. აი დავჭექით დილამშვიდობისა. დღეს იქნება. აუ კაი სუნია, ღამერთ აი ქარმა დაუბერა და ჩემი ცხვირისკენ წამოვა ყავის სუნი, კორონა არ მქონია. ან ცოტა ნაკლებად გრძნობდი ერთი დღე. სუნს თითქოს, მაგრამ ნო. ნახე კარგად ვარ. მეც გაგდე. რა გიყვარს და მოდი აქ ვარ. რა გიყვარს და? გიყვარს მელია, მეც მიყვარს და მელია. ბიჭი მელია. ჰა, ბიჭი მელია. მაკარონი მინდა. მაკარონი გინდა. გაიგეთე. გავაკეთო. მოდი რა მაკოცე. მამა მონა. საღამოს მოვა. გაიგეთე. მაკარონი შენ კარგი დედა. და გაიგე. კარგი. აი, გავიგე. ანდროს. მაკარონი უნდა და წყალი დადგი რა. მაკარონი უნდა ევა, წყალი დადგი რა.
Iamărțu. Შენი საყვარელი საქმე ეს არის ბედნიერება. წლების წინ ამაზე მქონდა ვიდეო. შენი საყვარელი საქმე უნდა აკითხოთ ხო? მრავალი წლის წინ იქით სახი უცხავებული. ძაღე იყო ეს. იმ ამბავზე ძაღე არ იყო ოღონდ. ახალს გიყვებით. მე როგორ მათრიეს. ბინძურმა ჰეითერებმა. მაშინ არ ბლოკავდი ესე. იმ ადამიანებს ფიქრობდი რომ უნდა გავაკებინო. უნდა ავუს. მეტა როგორ არიან დღეს. ანუ მე როცა შენ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. მაშინაც კი როცა ძალიან მცირეა შემოსავალი. ამას ჩემთვის ბედნიერება მოაქვს. და როცა ადამიანი წლების მანძილზე აკეთებს იმასაც არ უყვარს. ის აუბედურებს. რა ბონიჩკა! და აავადებს. მოდი დედა, მოდი. ხო და ამის გასიარება მინდოდა ხალხო არ შეიძლება მეტი ადამიანისთვის და შეიძლება დღეს არ იცი რა არის შენი საყვარელი საქმე. შეიძლება იცი რა არის და არ იცი ამით ფული როგორ იშოვნო, მაგრამ როცა ვიღაცა გამოვა და გეტყვის, კიდევ უფრო გაგიმძაფრდება ეს და კიდევ უფრო მოძებნი. ანუ და დაიჯერებ, რომ ეს შესაძლებელია და ერთ დღესაც ისეთი ბედნიერი იქნები, იმიტომ რომ შენ საყვარელ საქმეს აკეთებ. და ანუ აი ამ სიკეთეს რო აზიარები, ამაზე გამომიხდნენ ის ადამიანები, ვინც ეს ვერ გააკეთეს, ვინც ეს ვერ გაიგეს და ლანძღეს. ანუ არსიც ვერ გამოიტანეს. შემიძულეს. ძალიან საინტერესო რამე ადამიანი. არა. მე მხოლოდ კარგი მინდოდა. თორემ მე რა, ჩემთვის რა შეიძლება. ჩემი სარგებელი აქ რა, როგორც მრავალი წელი. ვაზიარებდი ცოდნას. კალორიულდებით. აი, გავაზიარებ თუ ჩემთვის რა შეიძლება, ხო? არ შემეძლო არ გამეზიარებინა. გუშინ დაბლოკე. ერთი ადამიანი. მე ჩემს არხზე სიბინძურეს არ ვტოვებ. არც პირდაპირ და არც შეფარულს. მისი მტერი რომ მოკვდა. ყვავილები წაიღო. მის სამძიმარზე წაიღო ყვავილები. ჩასარჭობი როა. რომელშიც შიგნით კაკაშკები იყო. ანუ ხო, შეფუთული კაკაშკა იყო. ლამაზი. მაგრამ იქ იყო, ალბათ ვერავინას ვერ შემჩნია. და ალბათ ისეთი ადამიანი იყო და იმდენი რამე აქ ჩადენილი, რომ იმსახურებდა კიდეც, მაგრამ ანუ იმას ვიძახე, რომ ეგრეთ შეფუთულ კაკაშკას აღარა მაგ ბონი შოკოლადს ვერ გაჭმევ. გვიან მოხვედი.
მე არ დავტოვებ ჩემს არხზე. ჭამე, დედა. კი, შევჭამ. გოგოს უნდა ჭამოს. გოგო, შენ ხო გაჭამ? ევამ არ გაჭამა? მიდი აჭამება. გოგო. ჩემი სიყვარულია. ხო, და ანუ მე არ ვტოვებ ჩემს არხზე ნაგავს, სიბინძურეს და არა მარტო ნაგავს და სიბინძურეს, იცით რას კიდე? ადამიანებს, რომელსაც ჩემი სული ვერ დაუნახავთ, ანუ მიყურებენ და ჩემს სულს ვერ ხედავენ. აი ნახე, ვიღაცამ დამიწერა იცი რაღაცა გუშინ. არ სახელდა გვარიც არ დამიკითხავს. ბოლომდე ტექსტი თვალი გადავავლე დასაწყისში და დასასრულში რა. ანუ რატო დადიხარო ესე მოკლე შორტითო? რატო რუსითო? ანუ არ გწხვენიაო? ანუ შენ შვილები იზრდებიანო და ანუ ეგ სამარცხვინოაო რა, შენ შორტით დადიხარო და მეო ვერ ვივლიდიო. ესეთი იყო აზრი რა. და მე ქვემოთ მეორე გამოჩნდა კი და გეთანხმებით ცოტა უხერხულია. ბოჭკა. ფუ. ცოტა უხერხულია ახლა რომ მოჯვი. ვიცით. და რომ მე ამ თემაზე ვისაუბრო, მე დამიწერენ ხოლმე ჩემი ხალხი, ვინც ჩემს სულს იცნობს, ან უხსნი მაგათ, ან მაგათ არ უხსნი. მე რაო დედა? გოგო ნახალში. შეიყვარნე სახში. დედა, მაგია არის. არ სკამი? ავეჯი ჭირდება. აჰა, ოკეი, მე ვიყიდოთ, კაი. გოგო, შენ რომ მერიფი. პინკუნა. აჰა, ოკეი. შემიყვება პინკს კავე. ამ ნახე როგორ რაღაც არის. მე ამას, აბა. ხსნი იმ ადამიანებისთვის. ნახეთ, ვინც ცუდი ადამიანები არ არიან. მაგრამ შეიძლება ცხოვრობენ სტერეოტიპებით და შეიძლება არასოდეს არ დაფიქრებულან იმაზე, რაც ბავშვობაში ჩაუდეს თავში. და ყოველთვის ესე ისმოდა რა ოჯახში და რეალურად მეც ის ოჯახში ვარ გაზრდილი, რომ ესე გწმოდა ეს აქამდე და ბოლომდე კიდე. და ბებია ჩემი საერთოდ და ჩემს დედაზე ვიძახი კაბით ვანაობდა ზღვაში. მაგრამ მე ვიცნობდი ადამიანებს, რომელსაც გოგოებს ეცვა ძალიან გრძელი კაბები. ძალიან დახურული გულით. იყვნენ ქალიშვილები და პირში და ტრაქში იღებდნენ. მე არ ვამტყუნებ. ღირსია, ვინც პატიოსნებად ჩაცმულობას და ფორმას მიიჩნევს და არა სულის მდგომარეობას, ის ადამიანი ღირსია ზუსტად, რომ მასე მოატყუან. თუ ეს ჩემთვის შოკი იყო.
მაგრამ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ყველა ადამიანურ ნაკლოვანებას იღებს და სიძულვილი არაფრისადმი არ მაქვს. მე ჩვენს მიგურს ხოლმე ზოგჯერ. ერთადერთი უსამართლობა და ტყუილი არ მიყვარს. ხო და ეს ადამიანებიც რატო აკეთებდნენ მაგას? იმიტომ რომ ვერაცნობიერებდნენ, ხვდებით? იმიტომ რომ ფორმა იყო მნიშვნელოვანი. მე ცოტა კიდე გავიდეთ, რომ გავიგე, რომ ძალიან დავიშოკე, რომ გავიგე, რომ ქალიშვილების აღდგენა არსებობდა. და რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებდა ამას. და აი ამას ჩვენ ვეძახით პატიოსნებას. კაი. და შემდეგი ჩვენ ყველანი ვართ ქრისტიანები, თავს თვლით ქრისტიანება და ალბათ ყველას გვაქვს ეს ნაწილი წაკითხული ბიბლიის, როცა ღმერთმა შექმნა ადამი და ევა, როცა ღმერთმა შექმნა სამყარო და როცა ადამიანი იყო უცოდველი. როგორი იყო ის? შიშველი. ადამიანი როცა იყო უცოდველი, ის იყო შიშველი და სიშიშვლეში სიბინძურეს ვერ ხედავდა. ანუ ხვდებით აქ რა დევს? ჯერ ყოველთვის ფიქრობდი ხოლმე იმას, რომ სიშიშვლე რო სიბინძურე იყოს მეთქი. ღმერთზე უფრო ყოვლის მომცველი დიადი და ყოვლის მცოდნე არაფერია მეთქი ამ ქვეყანად არავინ არ არის და ტანსაცმლით შეგვქმნიდა თქო. მერე გამახსენდა ეს ფრაგმენტი. როცა პირველი ცოდვა შეიგრძნეს და გარჩევა დაიწყეს და დანახვა დაიწყეს ცუდის, იმიტომ რომ მათში გაჩნდა ცუდი, მაშინ შერწყოთ სიშიშვლის. ანუ სიბინძურე სიშიშვლეში კი არ არის. სიბინძურე იმ ადამიანშია, რომელიც სიშიშვლეში სიბინძურეს ხედავს. ჩვენს აღქმაშია სიბინძურე. და ეს ჩვენს ყველაზე მთავარ წიგნში. წერია. გადაშალეთ. ხო. ეხლა რაც შეეხება შვილებს. მე ვიცნობ პატიოსან მამებს. რომლებმაც თავის შვილებს სახელი და ქონებაც აურაც ხელი დაუტოვეს. რომელსაც სინდისი, ნამუსი, ხელები, ყველაფერი სისხლში ჰქონდათ მოსვლილი. დედებსაც ვიცნობ, რომლებმაც თავის შვილებს ცხოვრება შეუქმნეს. კი? გიყვარს? სად არის ჭიამაია? სახლი უნდა? ანდრი საჩვენე, აბა სადაა ჭიამაია? ანდრი! ჭიამაიას გაჩვენებს ევა სადღაც არის. ჭიას ეძახის ჭიამაიას. მიდი, აბა აჩვენე ანდრიას. მიდი, წადი. სხვათა შორის მე მარტო დარჩენილ დედებს არ გამსჯი არასდროს. რის ფასადაც არ უნდა
შეექმნათ თავის შვილებისთვის ცხოვრება, მე მათ არასდროს არ განსჯი, არასდროს. იმ ხელა სიყვარული და სოლიდარობა მაქვს. არასდროს არ განსჯი. ხოლო თვითონ იციან და ღმერთმა რაც დაუჯდათ ეგ. და მე არ ვთვლი რომ ეგეც სიბინძურეა. ანუ დედებზე ვგულისხმობ. რითიც შეძლეს რომ იმით უზრუნველყვეს თავის შვილების ცხოვრება და უზრუნველყოფენ. იმიტომ დედაშვილისთვის ჯერ არ ყველაფერს იზავს. ჩვენ შვილებს ანუ ესეა მიჩნეული და მიღებული რომ შეგვიძლია ჩავიდინოთ ყველანაირი სიბინძურე. მაგრამ თუ კარგად ჩავიცვამთ, თუ ისე კარგად გავწმენთ ჩვენს უკან, ჩვენს გავლილ ბინძურ გზას, რომ არ დავიწვევით, ანუ გავიმარჯვებთ. არსაც დაგვიკრავს ის საზოგადოება, რომელიც იმ ადამიანს, ვისაც არასოდეს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია. არც კი უსურვებია. რომლის გაკაფულ გზაზე ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და კიდევ გაივლის. ჩაცმულობის გამო ვეტყვით რა შვილს არ ცხვენს. ეს არის ორმაგი სტანდარტები. და ეს ქრისტიანულ ენაზე არის ფარისეულობა. ჩემი სხეული ღმერთმა შექმნა. მე ჩემი სხეული მიყვარს. და მე რომ ჩემი სხეული მიყვარს, ღმერთის შექმნილი. მე ამით იმას ვუხრი ქეთს და ვუხდი მადლობას. და მე ვემსახურები ღმერთს და მე ვემსახურები იმ ქალებს, რომლებიც ფარისეველმა ადამიანებმა, სტერეოტიპებმა, არასწორმა აღზრდამ, მოდის ბიზნესმა, სადაც ძალიან გამხდარი უნდა იყო, ან იდეალური. და ასე შემდეგ ბევრმა სხვა რამემ, ანუ ისე შეაშინა, ისე რომ და ანუ არათუ პლაჟზე ვერ გამოსულან და ვერ ჩაუცვიეთ შორტი და კუპალნიკი, საცურაო კოსტუმი, არამედ სახლშიც კი არ შეუძლიათ. ანუ მე ვიცი ქალები, რომლებიც ქმრებთანაც კი დღის სინათლეზე არ ანახებენ თავის სხეულს, იმიტომ რომ თვლიან რომ ის ნაკლოვანია. და მე მინდა რომ ასეთმა ქალებმა მე მიყურონ. ეს შეგნება რომ უფრო ადრე მოსულიყო, უფრო ადრე დავიწყებდი ამას. ვიცი რატომ? რატო ვაჩენახლე ჩემს სხეულს ესე აქტიურად? იმიტომ რომ ეხლა მე ჩემს სხეულზე ძალიან აქტიურად ვმუშაობ. მაგრამ ჯერ ეს მუშაობა არ ჩანს. ეხლა ჩანს ჩემი წინა 10 წლეულის არ მუშაობა. ჩემი ტკივილები, ჩემი პრობლემები, რომელსაც მე არასწორი გზით ვუმკლავდებოდა, ჩემ ძვირფას სხეულს ვაზიანებდი ღვთის საჩუქარს. და ნაწილი აღარც ეტყობა უკვე. იმისი, რასაც როგორც ვაზიანებ და ნაწილი ეტყობა. კანი, ცელულიტი, ეს ყველაფერი. კი ალბათ 100% მე ამას ვერ ავალაგებ, მაგრამ ძალიან დიდწილად ვფიქრობ, რომ 2-3, თუნდაც 4 წელიწადში ჩემი სხეული იქნება სულ სხვანაირი. ანუ კარგისკენ. ღმერთო შენინებით და ძალით და დახმარებით და ჩემი მცდელობით. ხო. და იქამდე მინდა რომ ჩემო ბევრმა ქალმა ნახოს. რო არ ეგონოთ, რომ მე ესეთი დავიბადე, მე სიგამხდრისკენ ვარ მიდრეკილი, რომ მე ესეთი ფიგურა, არა, რომ ნახონ, რომ ესეთი ცელულიტები მაქვს, ესეთი ფეხები მაქვს, ესეთი ის, ანუ ფეხები არ არის ჩემი, ასე ვთქვათ, ყველაზე მშვენიერი ზონა.
ის პრობლემური ზონაა, რომელსაც ყოველთვის გვირჩევენ უნდა დავმალოთ. ხო, ყველას გვაქვს პრობლემური ზონები. მე ამ ჩემს პრობლემურ ზონას ესე წინ გილაგებთ, იმიტომ რომ ბევრმა ქალმა მიიღოს და შეიყვაროს თავის თავი და ნახოს, რომ ყველა ასეა. მე ძალიან მადლიერი ვარ იმ მსახიობების, რომლებიც გამოვიდნენ მაკიაჟის გარეშე, გვაჩვენეთ თავის ცევლილიტი, თავისი ჭყალებში არაიდეალურობა, ანუ თავისი სინამდვილე, რაც ჩემთვის იდეალურია. ძალიან ვიხიბლები მე მაგითი. და გვაჩვენეს, რომ მეც შენნაირი ვარ, მეც მაქვს ეს პრობლემები. თუნდაც ამას ვთვლი მე როგორც ოჯახურ ცხოვრებაში, ასევე ვიზუალში. ანუ მე ამას გაჩვენებთ არა მარტო ვიზუალში, ამას გაჩვენებთ ოჯახურ გარემოშიც, ამას გაჩვენებთ ეკონომიურ, ანუ სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობასაც, ანუ ყველაფერს გაჩვენებთ. ხვდებით, მე თქვენს წინაშე კი არ ვშიშვლდები სხეულით, ეს უფრო ეხლა დავიწყე. მე თქვენს წინაშე სრული სინამდვილით და ჩემი სულის და არსის სიშიშვლით ვდგავარ, რამდენადაც შესაძლებელია, რომ გაჩვენოთ, რომ მე ეს ვარ. მე ეს მიყვარს, მე ამას ვიღებ და მე წინ მივდივარ 10 წლის მერე ღმერთო შენინებით და დახმარებით, თუ კი მე რაღაცა მექნება პროგრესი. ადამიანი, რომელიც მაშინ შემომხედავს, კი არ დაიგრუზოს და გული არ გაუსხდეს, არამედ შემოვიდეს და ნახოს, რომ აი ეს გოგო 10 წლის წინ სად იყო, ვინ იყო, ამან რო შეძლო, ესეც შემნაირი ადამიანი და მეც შევძლებ. აი ამ მთლიან სურათს გაჩვენებთ მე. და ჩემი შვილები შენნაირი აზროვნებით არ იზრდებიან, ამიტომ ვინც ეგ დამიწერე. ჩემო შვილებმა იციან როგორი დედა ყავთ. და ნეტა ბევრ ადამიანს ყავდეს ისეთი შეგნების და აზროვნების დედა, როგორც მე ვარ ჩემი შვილებისთვის. ანუ რეალურად შენ ისიც კი არ იცი სირცხვილი რა არის. აი ეგ აზროვნებაა სირცხვილი. მე მესმის, რომ ყველას ყველაფერი არ მოეწონება და შეგიძლია უბრალოდ არ მიყურო თუ არ მოგწონვარ. თუ არ გესმის, თუ ვერ წვდები. ანუ შეგიძლია იმას უყურო, რაც გესმის და რასაც წვდები. მაგრამ თან მე ვერ მეშვებიან. ეგეთი ადამიანები. ანუ კონკრეტულად ამ ადამიანზე არ ვიზახი, ზოგადად. ეს კატეგორია. იმიტომ რომ რაღაცას მაინც ხედავენ, ხტები? შეიძლება ვერ ხვდებიან რაღაცას მაინც ხვდებიან და ხედავენ. ვერ მეშვებიან. და ჯამში იცი მაინც ვითარდებიან. მაინც ეცვლებათ აზროვნება. ჰეითერებსაც კი ეცვლებათ აზროვნება ჩემი დამსახურებით. და ეს საკუთარი თავის ქება და დიდი წარმოდგენა კი არ არის, სიმართლეა. ეს ჩემთვის ღვთისგან ბოწებული მადლია, უნარი, რომელიც მე მაქვს, რომელიც მან მე მომცა. იმისთვის, რომ მე ადამიანების ცხოვრება შევცვალო. მე ვიცი რა ჩემი მთავარი დანიშნულება ამ ქვეყნად. მე ადამიანების ცხოვრება უნდა შევცვალო. ჩემი მაგალითით. და ჩემი შვილები, იმიტომ რომ ჩემი შვილები არიან. ჩემი სისხლი, ჩემი ხორცი, ჩემი გენეტიკა, ჩემი აღზრდა. ისინი არ გაზრდილან სიცლუილში, თუნდაც საკუთარი ან სხვის მიმართ, ბევრი იზრდება სხვების მიმართ სიცლუილში, ან საკუთარი თავის სიცლუილში, არა. ისინი გაიზრდნენ სწორ გარემოში. შეიძლება ბევრი ისეთი რაღაცა შემეშალა, ძალიან მარტივი და მექანიკური, ხო? მაგრამ მთავარი და ყველაზე დიდი არ შემშლია. ჩემო შვილებმა იციან რა არის სამარცხვინო და რა არის საამაყო. და მე ვამაყობ, რომ მე მაქვს იმის ძალა, რომ ბევრი ქალის საკუთარი თავის მიღებისკენ და ცხოვრების შეცვლისკენ მოტივატორი ვარ. სრულიად უფასოდ და უსასყიდლოდ
ამაში დიდ ქვეყნებში ხალხი მილიონებს იღებს. ეს ღირს უდიდესი ფასი, იმიტომ რომ ეს ყველაზე დიდი ცოდნა, რადგან ეს ცხოვრება სვლის. და ვიღაცა გამოდის და მეუბნება, რომ ჩემი მშვენიერი სხეული, შენი მშვენიერი სხეული, ჩვენი მშვენიერი სხეული, რომელიც ღმერთმა შექმნა და შთაბერა უკვდავი სული, აი ამის გამოჩენა არის სირცხვილი. და ადამიანებისთვის მოტივაციის მიცემა, ახალი სიცოცხლის შთაბერვა არის სირცხვილი. ამ ადამიანებს შეუძლიათ მარტო დაინახონ, მაგიდა არის თუ არა გადაწმენდილი. შორტი არის გრძელი თუ მოკლე. ამ ადამიანმა არიციან რა არის ჭეშმარიტი პატიოსნება. სიმართლე, სიწრფელე. მე ასე მგონია, რომ სიყვარულიც არიციან რა არის ნამდვილი. მგონია, რომ მათთვის ყველაფერი არის არა არსი, არამედ ფორმა, გარსი. რა თქმა უნდა, ძალიან ცოდაა ესეთი ადამიანი. ალბათ მათიდან 10-დან 1 შეიცვლება და გაიგებს და 9 წავა და საიდანაც შეძლებს იქიდან მესვრის მექვას. და მე რომელსაც არასდროს დამიბრალებია, რომ კარგი ვარ. არასოდეს. სხვისთვის ხო ქვა არ მისვრია. და არც იმ ხელს არ მოუფერები ვარ, ვინც სხვას ესვრის ქვას. და ეს ადამიანები, ვინც სხვას ესვრიან ქვას, და ის ადამიანები, ვინც თავი კარგად მოაქვს და ხელს უსვავენ იმ ხელს, რომელმაც სხვას ქვა ესროლა. ესენი ვინ არის? აი ეს არის სამარცხვინო. აი ეს არის სიბინძურე და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რამ სიგრძე რა გაცვია? აი იმას თუ ვინ ხარ, ვერ დაუმალა ვერ ჩემ თავს, ვერ ჩემ შვილს თუ ყავს და ვერც მაღალ ღმერთს. სხვას ვისაც კი დაუმალე. აზრი. და ვისაც ჩემგან მიგიღიათ ეს უძვირფას ესი ცოდნა, ვინც ხედავთ მე ვინ ვარ, ვინც იღებთ სიხარულს, მოტივაციას, ღიმილს, პოზიტივს, ვინც ცხოვრებას სხვა თვალით უყურებთ. მიყვარხართ. ჩემ სულში ხართ. და იმ მხოლოდ ამ ადამიანებს გეუბნებით ხოლმე. დონაციისთვის ლინკი არის აღწერაში. ჩემი და ჩემი არხის განვითარებისთვის. იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი დაკავშირებულია და ბრუნავს. არსებობს მიღების და გაცემის კანონი, რაც ფარდობაში უნდა იყოს ასე თუ ისე. ესეც არ ესმის ბევრს. არ ესმის იმიტომ რომ არიციან. იმიტომ რომ სულიერ სიღარიბეში არიან. და როგორც სიგამხდრიან სიმსუქნე იწყება აქედან, აზროვნებიდან, და ეს არის ან გამხდარი ადამიანის აზროვნება, ან სუქანი ადამიანის, ჭარბწონიანი ადამიანის აზროვნება, ასევე სიღარიბე და სიმდიდრეც აზროვნებიდან იწყება. ღარიბია და აზროვნების ადამიანი, როგორც არ უნდა გამდიდრდეს, ამას ვერ შეინარჩუნებს. მე ვნახე ესეც. იმდენი რამე ვნახე. ამიტომ
მე ვმუშაობ ჩემ თავზე, რომ გავიზარდო და შევიცვალო. და რაც ღმერთმა ჩემში ჩადო, იმისთვის რომ მე ადამიანებს, ანუ თქვენ გემსახუროთ, ის გამოვავლინო და რაც ამის საფასური უნდა მივიღო, ისიც უნდა მივიღო, იმიტომ რომ ესეც ღმერთის ნებაა. და ეს მშვენიერია. და მე ამას თქვენს გასწავლით. აი ამ ყველაფერს, რომ უნდა გასცე და რომ უნდა მიიღო. და რომ ეს სამარცხვინო კი არ არის. ეს არის კანონზომიერება, სამყაროსი. ეს არ ჩემი მოგონილია, არც შენი, არც არავისი. სამყაროს კანონია. სწორად ისეთივე როგორც მსგავსი იციდავს, ანუ ვინ ვისი მეგობარია იქ რო ჩანს ვინ არის. ესეც მე ვიღებ და მე გავცემ. და თუ მე აღარ გავცემ, მე აღარ ვიღებ. და თუ მე გავცემ და არ ვიღებ, მაშინ მე ვცარიელდები და ვქრები. ესეთი რაღაცა რომ ფიზიკურ სხეულს ხო ენერგიას ხარჯავ, არ ჭამო, ხო მოკვდები. მენტალური სულიერიც ესეა. ყველანაირი ენერგია რომელსაც გასცემ, საფასური უნდა მიიღო. ასე თუ ისე. თუ არა და მთავრდები. და მე იმიტომ ვითხოვ საფასურს, რომ არ დავმთავრდე და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ჩემგან სარგებელი. და რა თქმა უნდა მეც, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ. მე სჭირდება ჭამა და ასე შემდეგ ყველაფერი. თქვენ არიცით მე რამდენჯერ მიფიქრია საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ. ჩავწერ მაგაზე ვიდეოს კიდევაც. გონიათ რომ არ მიჭირს, ძალიან მიჭირს. მაგრამ ძლიერი ადამიანებზე გონიათ ხოლმე რომ მათ არ უჭირთ. შინაგანად, იმიტომ რომ ისინი არ წუწუნებენ, არ იმჩნევენ, არ ტირიან დღენია და არ უხრავენ. და გონია სხვას ვინც ტირილში, ოხრაში, თავის შეცოდებაში, მსხვერპლის როლში და ასე შემდეგ, აი რომ აი იმას რა ადვილად გამოსდის. არა, არ გამოსდის. უბრალოდ იტანს. ბევრს. ამიტომ ძვირფასებო და იცით რაც დავაკვირდი. ლაიქია თუ არ მოითხოვე. მაგასაც არ დაგიწერე. ყველას არ ეხება ცხადია. ანუ ვისაც არ გეხებათ და რაც არ გეხებათ, თქვენ თავზე ეგენი ნუ მიიღებთ ხოლმე. ვისაც ეხება იმან მიიღოს. ასე რომ ძვირფასებო, დალაიქეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი, დამიტოვეთ კომენტარები და დონაციისთვის ჩემი პირადი ნომერი ვიდეოს აღწერაშია. ჩემთვის, ჩემი არხისთვის, თქვენთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ოდესღაც ვისაც ჯერ წინ აქვს ამ ყველაფერის დანახვა, მიღება, გაცნობიერება და შეცვლა. ეს იმხელა წვლილია. არ არსებობს თანხა, რომელიც ამას ტოლობას დაუყენებს. აი ეს იმხელა რაღაცა. ჩემი ცოდნა ყოველთვის ესეთია, თუნდაც ხარაც მე მარათონზე გავწევ. იმხელა ცოდნა ეს ყველაფერს ცვლის. და არანაირი თანხა არ არსებობს. რაც აი ამას ბჭყალებში თანხით გადაიხდეს. მე არ მინდა მაგის გადახდა. მე მინდა სხვაში წვეთი. რომ მე არ